დღეს გაგაცნობთ რეზო თურმანიძეს, რომელიც აჭარაში გახსნა პირველი ფუტკრის სამყარო. ესეთი სამყარო, ასე ვთქვათ, ჩემთვის ბავშვობიდანვე ოცნება იყო, რა თქმა უნდა, ბავშვობიდანვე მეფუტკრეობით ვარ დაკავებული. დედა ფუტკარი ერთადერთია სკაში, ის ზომითაც დიდია, ტანითაც დიდია, მაგრამ ფრთები აქვს პატარა, ახდენს გარემოში გამოფრენას მხოლოდ განაყოფიერებისთვის, ამიტომ სანამ განაყოფიერდება პატარა ზომით და ხელს უწყობს ფრთები, რომ გაფრინდეს შორს მანძილზე, განაყოფიერდეს, დაბრუნდეს სკაში და უკვე განაყოფიერებული მძიმეა, ფრთები პატარაა, ვეღარ დაფრინავს შორს, იმყოფება მარტო სკაში. შეუძლია დღე-ღამეში 1500-2000-მდე კვერცხი დადოს. მამალ ფუტკარს კბენა არ შეუძლია, ღოღავს, ანუ ნესტრის იგი არ აქვს, კბენის საშუალება არ აქვს. ტანით პატარაა, დიდი ფრთები არ აქვს, პატარა ფრთები აქვს, ახლოს მანძილებზე ფრენს, სკაში მხოლოდ თერმორეგულაციაში ღებულობს მონაწილეობას და ღებულობს მონაწილეობას მხოლოდ განაყოფიერების პროცესში. ამიტომ გაზაფხულიდან აი ამ დრომდე გვხვდება, ახლა ზოგიერთ სკაში კიდე იქნება მამალი ფუტკარები, მაგრამ უმეტესად გარეთ ერეკებიან ახლა და გამოყრიან თანდათანობით ზამთარში სკაში აღარაა უკვე. უხეში მოძრაობები ძულს, ანუ ფუტკარს არ აქვს ყური. უხეში სწრაფი მოძრაობები ასეც შეიძლება აღელდეს. ჩვენი ქართული ფუტკარი, კავკასიური რუხი ფუტკარით მოიხსენიება, არის განსაკუთრებული თვინიერი და ამიტომ რომ ჩვენი დედები მთელ მსოფლიოში, ასე ვთქვათ, მოსაწონია და ითხოვენ ექსპორტზე, რომ ჩვენი გენი უნდათ, ჩვენი ფუტკრის გამრავლება უნდათ, რომ მეტად თვინიერია, შეჩვევა იცის. მუშაობ აჭარის ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვარ, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენსიონისტი ვარ მეფუტკრეობის მიმართულებით და ეს ადგილი მეხმარება იმაში, რომ მე ყველანაირი რეკომენდაციები გაუწიო ადგილზე პრაქტიკული თუ თეორიული რჩევები მეფუტკრეებს და არა მარტო მეფუტკრეებს. და როცა მოვლენ, ნამდვილად უნდა ნახონ რაღაც ღირებული, თორემ თუ სხვისი საფუტკრე აჯობებს ჩემსას, მაშინ რაღა იგი ვარ, ხო? რა თქმა უნდა, აქ შესაძლებელია როგორც თაფლის ამოღების პროცესში მონაწილეობა, ამოღების დროს მინი ლექცია, ასე ვთქვათ, ფუტკარზე, ფუტკრის მუშაობაზე, ყოფაქცევაზე და ბოლოს დაგემოვნება ტკბილი, ასე ვთქვათ, ნუგბარით, რომელიც უმრებისთვის გვაქვს ასეთი ტანსაცმელი, განკუთვნილი 10 ადამიანზე გათვლილი, შეუძლია ჯგუფებს ყველას ჩავაცვათ და მივიღოთ თაფლის ამოღების პროცესში მონაწილეობა. ბავშვებისთვისაც არის გათვლილი, უსაფრთხოების ზომები გვაქვს გათვალისწინებული, ალერგიის შემთხვევაში დექსამეტაზონი თუ სხვა საშუალებები გვაქვს გათვალისწინებული.